აქ გამოვიტანე, მინდა რომ ყველამ ნახოს. და სურათები გადაიღონ, უხარია. აიენა, ხერა კაია. ამასაც ჩაუმატე. არა საკმარისი, კიდე და კიდე. ყვავილი არ მაქვს თუ რა? ან უფროსი ვინ მყავს? როგორც მინდა ისე ვიზა. ხშირად მეკითხებიან, სველი ხავსის გუნდას გავაკეთებ. ხავს მოვაგროვებ, ძაფით შევკრავ, გავჟღინთავ წყალში. ძველი მეთოდია, მიშა მამულაშვილის მეთოდია. იმას ჩავტენი ქოთანში და იმაში ჩავარჭობ მერე და გაძლოს. იმ ხავსისგან იღებს წყალს. და ერთი კვირა გაძლებს. მე მიყვარს ბევრი. არ შემიძლია ასე მოპუწკნული რაღაცა. მიყვარს თუ ვაკეთებ უნდა იყოს ბევრი. გუზგუზა უნდა იყოს. არ შემიძლია ეკონომია და საცოდაობა არ შემიძლია. ჩემი ბებია მეუბნებოდა ვენოკებს ვაკეთებდი გვირგვინებს. მთელი ბავშვობა. და ბებია ჩამომივლიდა და მეტყოდა არაწყენიო ნენა. ჩუმატე. სულ ყურში მიდგას. სულ რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ჩემი ბებია სიტყვები სულ თან დამძდებს. ჩუმატე ნენა, ჩუმატე. სულ მეუბნებოდა არაწყენიო. დაყოფილი დატოვე. გაჭირებულია. ამაში თუ ნახავს ნუგეშს. სამგლოვია რო გვირგვინებს რო ვაკეთებ. და სულ მეუბნებოდა ჩუმატე ნენა, ჩუმატე და ეს ჩუმატე სულ მახსოვს. არასდროს არ მყოფნის, რაც არ უნდა გავძეძგო. მაინც მგონია რომ არ არის საკმარისი და არ მენანება. სულ ვტენი და ვტენი, მინდა რომ გუზგუზა იყოს. მოწუწკნული და მოპრუნწული არაფერი არ მიყვარს. მირჩევნია ბევრი. ვიღაცებს გამოზდით. ცი ბევრს კაი სპეციალისტს გამოზდის ცოტათი რაღაცას გამოაჩენს. მე არ გამომდის. მე მინდა რომ იყოს გუზგუზ. უნდა ვღიალებდეს, ისე არ შემიძლია. ცოტა ყიდვაც არ შემიძლია არაფრის, რომ უყიდულობ ხილს, რამეს ყიდულობ ბევრს. 2 კილოს, ჩემ დღეში არაფერი არ მიყიდია 2 კილო და 3. თუ ყიდულობ 5-ით ყიდულობ. თუ არ ყიდულობ სულ არ მაქვს. შემოდგომას უხდება სიბევრი. აჭარიდან ჩამომიტანეს ეს არაჩვეულებრივად გემრიელი კვახი, ხაპი, გოგრა, ქესტანას ეძახიან თვითონ, მეგრელები ჩქინობრე კოპეშიას, ეს არის ყველაზე საუკეთესო ჯიში, რაც გვაქვს ქართველებს, ყველაზე მშრალი და გემრიელი. სამწუხაროდ ვერ ვყიდით ნაყოფს, იმიტომ რომ სათესლად გვაქვს. ნახე რა მისი გემრიელი, რა ლამაზი გოგრებია. ეტყობა კიდეც თავიდან. გურულები ბამბის ხაპს ეძახიან. იმერლები ეძახიან თათრულ ხაპს. თვითონ აჭარლების მისი მოყვანილიცაა ეს ხაპები ეძახიან ქესტანას. ეს ის არის წაბლივით რომაა, თლად კარტოფილივით რომ იფშვნება და მშრალი რომაა, უგემრიელესი. ყველას ვისაც მოუნდება, რა თქმა უნდა, ვეპატიჟებით და უფასოდ ვასინჯებთ. ვისაც მოუნდება რომ გასინჯოს, როგორი გემრიელი, იმიტომ რომ ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა გასინჯოს, არ არის ეს ჯიში ამდენი. ცოტა ის ხამ ძალიან ცოტას. შეიძლება ერთმა ძირმა მოგცეთ 2 ან 3, მეტი ნაყოფი არ აქვს. ამიტომ ყველას ვაძლევ შესაძლებლობას, ვისაც მოუნდება ჩვენს კაფეში, ჩვენმა სტუმრებმა გაშინჯონ, მიირთვან, რა თქმა უნდა, უფასოდ ვეპატიჟებით ყველას. ჩვენ გვაქვს ბევრი და წლის ბოლომდე გვეყოფა, ახალ წლამდე გვექნება, სულ გვექნება, ბევრი გვაქვს, ნახეთ რამდენია. ყინვების დადგომამდე აქ გავაშრობთ, აქ არ წვიმს ახლა და როგორც კი ყინვები დაიწყება, მერე უკვე ნელ-ნელა შევინახავ. ცოტა ურევია ეს ქელკანიანი რომა. სქელქერქიანი ხაპებიც, ხაპერას ვეძახით გურულები. სქელქერქი რომ აქვს, მაგრამ ეს არ არის დიდი არაფერი, განსაკუთრებული და კარგი არის ეს. აი, ნახეთ როგორი შევარდისფერებული და როგორი კარგებია. წელს განსაკუთრებულად კაი მოსავალია.
შარშან ისეთი კარგი არ იყო და წელს ძალიან კარგია და გახარებული ვარ, დიდად გახარებული ვარ. და მიხარია, არ მენანება, მოგძანდით, მიირთვით, გასინჯეთ, სულ გვაქვს მოხარშული. ყოველ დილას ხარშავთ, 4-5-ს ავარჩევთ. და ხარშავთ, რომ ყველას უმასპინძლოთ. შინაურსაც, გარეულსაც, ახლობელსაც და არა ახლობელსაც, უბრალოდ ბაღის სტუმრებს. ყველას, ვინც მოითხოვს, ჩვენს კაფეში ყოველთვის არის. ერთი რამე ვიცი, როგორ უნდა შეინახოთ. თუ გაქვთ და არ იცით შენახვა, როგორ უნდა გაძლოს დიდი ხანი. ყველა ხაბს ეტყობა ცალ მხარეს, რომელი მხრითაც არის ნადები. როგორც იყო მიწაზე, ისე უნდა დააგოროთ. აი რომელ მხარესაც ეტყობა რომ დასვრილია და ლაქა აქვს, იმ მხარეს უნდა დადო. ეხლა ამას ეტყობა რომ ეს მხარე აქვს მიწაზე ნადები და ისე უნდა დადო, შესანახად, როგორც იდო, როგორც გაიზარდა. და მაშინ იქნება კარგად. აი ნახე, ასე გადმოაბრუნებ. სხვათა შორის ლამაზათაც დევს. იმ მხარეს, რომელ მხარესაც იდო ბოსტანში, კარგად დევს. ჩემი ბაბუა საძროხის თავზე აიყვანდა, ნალიის და საძროხის თავზე, ასე ჩელს გაუკეთებდა, ლოგინს ვეძახდით, ლოგინივით ასე ხისგან, დაწნული ტოტებისგან, ჯოხებისგან, თხილი ჯოხებისგან და სახურავზე აიყვანდა და დაგორდებოდა ამ სახურავზე. დახავსებული სახურავი იყო, დიდი სახურავი, კრამიტიანი სახურავი და იმაზე დიდი ხაპები დაგორდებოდა, კარგად მახსოვს. ესაა ის ქელკანიანები, რომ აურევია 1-20 ცალი, მეტი არა. ცუდი არა, რა თქმა უნდა, მაგრამ იმას არ შეედრება. ნახე როგორია, გარედანვე ეტყობა და მძიმეა. ნაჯახს რომ ჩაარჭოფ, ერჭობა შიგნით არ ამოდის. დანას რომ ჩაარჭოფ, ვერ ამეიღებ, ისეთი მშრალია. ეს რო კაი იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება, ნახე როგორია. ძალიან დიდი მადლობა ჯემალ და მელეკ. თქვენ და თქვენს მეზობლებს, ყველას ვინც მოიყვანეთ ეს ჩვენიერი მოსავალი. მადლობელი ვარ თქვენი შრომისთვის, თქვენი ერთგულებისთვის და სიყვარულისთვის. მადლობა ჩემო საყვარლებს. თუ ძალიან მოგეწონებათ, თესლი გვაქვს და შეგიძლიათ შეიძინოთ. ამის თესლები გვაქვს გამშრალი და გაშინდვით სიამოვნებით უფასოდ.